სწორედ მისგან შეიტყო საზოგადოებამ აი საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ, რაც დაანონსდა და USAID-ის სკანდალიც არ უნდა გამოგრჩეს ყურადღების ცენტრიდან დეპუტატების გასულს მოკლედ ბევრი თემა გვაქვს სასაუბრო საკანონმდებლობის. მადლობა. მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა პირიქით მოწვევისთვის. მოდით დავიწყოთ იმ საკანონმდებლო ინიციატივების მთელი პაკეტი, რომელიც დაინიცირდება ალბათ ახლო მომავალში. პირველი არის ფარას ანალოგი, რომელზეც თავის დროზე მმართველმა გუნდმა უარი თქვა, რომელიც ძალიან მკაცრად იყო შეფასებული თქვენი მხრიდან. ახლა რა შეიცვალა, აი რატომ დადგა ეს საკითხი, რომ ზუსტი ასლი გაჩნდეს ქართულ კანონმდებლობაში? მოგესალმებით, რომ ჩვენ უკვე გვაქვს კანონი, რომელიც ძალაშია შესული და ვიცით, რომ შედარებით პატიოსანი ვინც იყო თუ ზოგადად მართლა პატიოსანი ვინც იყო, მცირე თანხებს იღებდა, კანონმორჩილია და ასე შემდეგ და გადატრიალება არ უნდა მაინც და მაინც ამ ქვეყანაში, ასეთი ხალხი უფრო დაარეგისტრირდა და ვინც მსხვილი NGO-ა, ვინც დიდ თანხას იღებდა, ვინც იმ სკანდალის უშუალო თანაამსხვრებელი და თანამონაწილეა, რაც დღეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან გასკდა, ეს ხალხი, ეს NGO-ები არც ერთი დარეგისტრირებული არ არის. ანუ წინასწარვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანონი, რომელიც ძალაშია, მაგრამ პრაქტიკულად არც ამოქმედებულა, პრევენციულ მხარეს მაინც და მაინც ვერ აკმაყოფილებს, იმიტომ რომ არც რეგისტრირდებიან და წინასწარ გეუბნებიან, რომ ჩვენ გვირჩევნია დავიჯარიმოთ თავი, დავჯარიმდეთ, ოღონდ გამჭვირვალე არ იყოს ჩვენი საქმიანობა. და დღეს უკვე მტკიცება და არგუმენტები აღარც არის საჭირო, რისი და რატომ ეშინათ უკვე გასაგებია. ამას ჩვენ აღარ ვლაპარაკობთ, ამას ლაპარაკობს ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლობა, ხელმძღვანელები, პრეზიდენტი, მისი თანაგუნდელები და ასე შემდეგ. ამიტომ ამ არგუმენტებით საზოგადოებას უკვე ეს ფუფუნება გვაქვს. შარშან წინ ჩვენ მთელი მონდომებით ვამტკიცებდით რაღაცებს, რასაც მტკიცება არ ჭირდება, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით, იმას უკვე დღეს ამერიკის საზოგადოების კითხვები აღარ ექნება ამ კანონის აუცილებლობასთან დაკავშირებით. ორწლიანი ბნებათაღელვა ვნახეთ ამ კანონების გარშემო, პირველი ვერსიის, მეორე ვერსიის. ანუ მოატივად ყოფილ ვართ მართლები, ანუ ესეთ კითხვა შემიძლია. მათ შორის იყო სიტყვა აგენტთან დაკავშირებით, სიტყვა აგენტიც დაბრუნდება, რახან ზუსტი ასეა. გიორგი, არ გაგცემთ ამაზე პასუხს. სპეციალურად ვაკეთებ ამას. აი ისე კი არა რომ მე კითხვას გავურო. სპეციალურად არ გავცემ არც ერთ დეტალზე კითხვას პასუხს, იმიტომ რომ მოდი ახლა იმ ხალხმა პასუხი აგო საზოგადოების წინაშე, ვინც ლაპარაკობდა, რომ იქ агенტი არის არ არის, ლობიზმზეა საერთოდ და რა შუაში არა სამთავრობო. კი ბატონო, ესეც იყო ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რომ ლობისტებს ეხება ამერიკაში. არა, ლობიზმზეა, ლობიზმზე იქნება, იმიტომ რომ სიტყვით გადმოგვაქვს. არ არის ლობიზმზე, არ იქნება ლობიზმზე. ანუ ასე მივყვეთ ამ დღეებში, რომ ხალხი ბოლომდე გაერკვეს იმ მავნებლობაში, რა მავნებლობას 2 წლის განმავლობაში ჩაიდინეს იმ ადამიანებმა, ვინც ამის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ და ამაში თურმე გამოყოფილი იყო ძალიან დიდი ფული, რომ რუსული კანონი დაერქმიათ ამერიკულისთვის და მსგავს მავნებლობებში იხარჯებოდა თურმე მხოლოდ და მხოლოდ USAID-ის მხრიდან საქართველოში დაიხარჯა 43 ამერიკული წყაროების მიხედვით. ამერიკის ოფიციალური პოზიცია ეს და ოფიციალური ინფორმაცია 43 მილიონი თურმე დახარჯულა მხოლოდ USAID-ის ეგიდით აი ამ გადატრიალებების და მავნებლობის მსხვილობაში. ეს ფინანსები უკვე საჯაროა, გულისხმობ, რომ რასაც ამერიკული ადმინისტრაცია ახმოვანებს და აცხადებს, მაშინ რა საჭიროა ამ კანონის მიღება? დეტალურად რო აუხსნათ მაყურებელს, იმიტომ რომ ერთია რომ ამერიკული მხარე თავად ასაჯაროებს ამ ნაწილს, მეორეა რომ ჩვენ გვაქვს გამჭვირვალობის კანონი. მაშინ რა საჭიროა უფრო გამკაცრება? ანუ სხვა ქვეყანა ასაჯაროებს? ეს ამერიკელებმა გაასაჯაროებს, იმიტომ რომ ტრამპი აქვს პრეზიდენტი. აბა სხვა ქვეყნებში მოვიკითხოთ რა. რომელს გულისხმობს კონკრეტულად, მაგალითად ევროკავშირზე არის საუბარი. აი, ფარაში რა წერია? ხო, ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა იკადრა მაინც. დღეს ხოთაშორის ესეთი განცხადება გაუკეთებია. ერთ-ერთ არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის, კრებსითი ნაცები არის, ყველა ნაცია. კრებსითი ნაცები არის, ნაცობა არ არის 5 ნომრის ქვეშ ყოფნა. ნაცობა არის, რასაც აკეთებენ ამ fake news-ების გამოგორება და შემდეგ ამაზე გაბრაზება თავის რო იბრაზებენ ხოლმე თავის მიერ მოგონილ ამბებზე. ეს არის ნაცობა და მათი ნაცების წარსულის აწყოს და მომავლის გაზიარება და მათ ტრენდში ყოფნა და მათი message box-ის საუბარი, ეს არის ნაცობა და არა მაინც და მაინც 5 ნომრიანი პარტიის აქტიური წევრობა და იქ ამ პარტიის ოფიციალური წევრობა. ერთ-ერთ მორიგნაც უთქვამს რომ ერთ-ერთს გაუბედია მაინც რომ ეს არ არის ამერიკული კანონი. კანონი არ არის დაწერილი. არ არსებობს არა ჰაერი, ჯერ არაფერი არ არის. ჩვენ უბრალოდ ვამბობთ რომ დავაინიცირებთ რაც
ამერიკაშია დღეს მოქმედი. ამაზეც რომ ეს სიტყვებით სპეციალურად ჩავწერეთ ბრიფინგის ტექსტში რომ 30-იან წლებში მიიღეს ფაშისტების წინააღმდეგ სისულელს ვლაპარაკობ. კი, 30-იან წლებში რატომ მიიღეს გასაგებია, მაგრამ დღეს რაც მოქმედებს, დღეს მაშინ რაც მოქმედებდა კი არა, დღეს რაც მოქმედებს, იმას მივიღებთ. ეს ჩავწერეთ სპეციალურად და ეს არ არის ამერიკული კანონი. არ არის რა თქვა, ამერიკულს თარგმნით ხო, გეუბნები და ამერიკული არ არის. ანუ შენ ამ მომრჩეველზე და საზოგადოებაზე რამ დარე წარმოდგენა გაქვს რომ გეუბნებიან რომ ამერიკულ შენ თარგმნეთ ხო? ხო მიმართეთ გუშინ. თქვენ თარგმნეთ სიტყვით შევამოწმეთ სწორი ნათარგმნია თუ არა და იმას დავენიცეთ თქვენ ნათარგმს. არ არის ეს ამერიკული კანონი. ველოდებით რომ მათი შეფასება შეიცვლება, იმიტომ ჩვენ მოვისმენთ რომ რუსული სქემით მოქმედებს ვეღარაფერი ვეღარ შეიცვლება. ამიტომ უკვე 2 დღეა როგორი გასუსულები არიან ხო ხედავთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ხმას ვერ იღებენ, ერთს გაუბედია რაღაც სისულელის თქმა და იმ ერთსაც ვაკრიტიკებ. ანუ თქვენ მღელვარებას არ ელით ისეთებს როგორიც ვნახეთ? ნახეთ. აი ეს მეორე საკითხია კიდე, ფარაზე დავამთავრებ ერთ წამში და ეხლა. ნახეთ. ფარაზე ვერაფერს იტყვიან რომ რაც მოქმედებს არის ლობისტებზე არის, არ არის, ნუ არის. რაც არის, ის გადმოვა საქართველოში და რატომ ახლა? იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის. ის ქვეყანა, რომელიც დღეს თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში ყველაზე კარგად იცავს თავს გარე გავლენებისგან. გვინდა ჩვენ რომ გარე გავლენებისგან დავიცვათ თავი თუ არ გვინდა მარტივი კითხვაა. თუ კი, მაშინ ფარას გადმოტანა ამის ერთ-ერთი უებარი საშუალებაა, რომ დავიცვათ თავი გარე დაფინანსების მამნე მხარეებისგან და გარე გავლენებისგან. ამიტომ გახდა საჭირო თან არასამთავრობო ორგანიზაციები აგერ მოქმედი კანონის მიხედვით არც კი არიან დარეგისტრირებული. მარტივია პასუხი, ბევრი მტკიცება მას აღარ ჭირდება თანამედროვე მოვლენებმა, ამის პასუხი თვითონ ფაქტებმა გაცა. ეხლა რაც შეეხება და მედიის კომპონენტზეც გადავიდე. ხო, მედიაზე მე გადავიდე. შემდეგ კითხვა რა იყო ეხლა? ელოდები თუ არა რომ უფრო გამწვავდება გამწვავდება, ხო, ბოდიში. ნახეთ. ჯერ როგორც ჩანს დირექტივა არ მიუღიათ. მთელი პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს რომ ყოფილიყო 3 თვის წინა პერიოდი, ახლა იქნებოდა თუ კი ვინმე სადმე ეგულებათ, რომელიც თეორიულადაც კი შეიძლება ქუჩაში გამოვიდეს, ყველა ქუჩაში იქნებოდა. ასეთი დირექტივა იქნებოდა გაცემული, ასეთი დავალება 2 დღეა ამ მიმართულებით ჩამიჩუმი არის მის. ვინც გამოდიოდა, დადიოდნენ სამსახურებით რო დადიან ბირჟაზე, ის რამდენიმე ასეული ადამიანი დადის ისევ იმ ბირჟაზე. ხმას არ იღებს არავინ. რატომ? იმიტომ რომ დავალების მიმცემმა არ იცის თავად რა ქნას. როგორ მოიქცეს, რა ტაქტიკა აირჩიოს, რამდენად ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია დაემთხვევა მისას. მათ შორის საელჩომაც არის ის რა იმოქმედებს. საელჩომ რომელმაც პირველი რამდენიმე კვირა ხმა არ ამოუღიათ და ჩემს განცხადებაზე, ხო, ერთადერთი ადამიანი ვარ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ვისაც უპასუხეს, მაგრამ მეორე დღეს გამოვიდი და ვთქვი რომ რაც მათ გვიპასუხეს, საელჩო. რაც მათ გვიპასუხეს, ეს ზოგადად საკუთარი ქვეყნის წარმატებისათვის, იზოლერისათვის, ამას იტყვის ყველა ქვეყანა. ეს ძალიან ზოგადი და პრაქტიკულად აბსტრაქტულია, მაგრამ ეთანხმება თუ არა საელჩო, რომელსაც რომ უნდოდეს ერთ წამში დაამთავრებს ნებისმიერ საპროტესტო ამ მოგონილ ამბავს ერთ წამში. ამაში ღრმად ვართ დაწუნებულები, ვიცით ინფორმაციას და ლოგიკაც ამაში მდგომარეობს და ამაზე მეტყველებს. მაგრამ რატომ იმას არ ამბობენ? ოჯახურ ღირებულებებზე, გამჭვირვალობაზე, ომის დამთავრებაზე და მსგავს საკითხებზე, რომლებიც აბსოლუტურად პრეზიდენტმა ტრამპმა ამოაყირავა ნარატივი, ვორდინგი, ეგრეთ წოდებული საუბარი, მიდგომები ამასთან დაკავშირებით. რატომ არც ერთთან დაკავშირებით არ თქვა საელჩომ, რომ აი ამ ახალ მიმართულებებს ჩვენ ვეთანხმებით. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ მოქმედებდა საელჩო და როგორ ერეოდა პირდაპირ საქართველოს საქმეებში და არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო. დღეს გვაქვს ჩვენ იმისი შნო, რომ ვილაპარაკოთ ასეთ ამბავით, იმიტომ რომ საქართველოს მაღალი დამოუკიდებლობის ხარისხით, შეუდარებლად მაღალი დამოუკიდებლობის ხარისხით რეგიონში გახდა ერთ-ერთი ძალიან სერიოზულად ანგარიშგასაწევი ძალა. და ეს ხდება მხოლოდ მაშინ,
როდესაც ქვეყანა, ხალხი და მისი არჩეული ხელისუფლება შეძლებს, რომელიც დამოუკიდებლობის ხარისხი მოიპოვოს თავისი თამამი გადაწყვეტილების ხარისხი. რომ დავალების მიმცემმა არ იცის როგორ მოიქცეს, რა დავალება უნდა გასცეს და ამიტომ არის ჯერჯერობით ესეთი გაურკვევლობა, ხო? ნიშნავს თუ არა ეს რომ ის გეგმა შეიცვალა. რაზეც მიდიოდა დაფინანსება, აი რევოლუციური პროცესების მხარდაჭერას. ეს საკითხი ორი მიმართულება გვაქვს. ერთი, რასაც მთელი მსოფლიო ხედავს და დიდი ყურადღებით აკვირდება ყველა ქვეყანა და აქ ცოტა რთული საპროგნოზო სიტუაციაა, რა მოხდება. იმ მიმართულებით, რომ კი, ტრამპი, მარკო რუბიო, მოქმედი ადმინისტრაცია აკეთებს ერთი მიმართულებით ძალიან ჩვენთვის ამ შემთხვევაში. ვიღაცისთვის არა, ხო? იმიტომ რომ პოზიტიურ განცხადებებს და ჩვენთვის იმიტომ რომ რა განცხადებებიც კეთება ერთ-ერთ შემთხვევა ჩვენ საბრძოლო საკითხებს. ჩვენ ამ საკითხებისთვის ვიბრძოდით, არა განცხადებებს ვაკეთებდით ოჯახური ღირებულებებისთვის და LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა მოგვიწია. ჩვენ ევრორეზოლუციებში გვიწერეს რომ ეს არ გააკეთეთო. თითი გვიქნიეს კულისებში თუ ღიად. რაღაცა მომენტში კულისებში რომ იყო მასე საუბარი, ხო გვეძახდნენ თითიდან მოგონილი ამბავია საიდან მოიგონეს. ევრორეზოლუციაში ჩაგვიწერეს მე. განცხადებები გაკეთეთ ამასთან დაკავშირებით და თავადვე დაადასტურეს, ვერ მოითმინეს რომ განცხადებებითვე დაადასტურეს რომ თუმე ამაზე ყოფილა საუბარი. გამჭვირვალობაზე აღარაფერს ვამბობთ. ომზე საიდან მოიტანეთ ომი და შემდეგ უკრაინის მაღალჩინოსნები აკეთებდნენ განცხადებებს და ასე შემდეგ. ყველაფერი დასტურდებოდა, მაგრამ დღეს უფრო ნათლად ფაქტობრივი სიზუსტით ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა დაადასტურეს ის, რისთვისაც ჩვენ ბრძოლა მოგვიწია. ეს არის ერთი მიმართულება, რა განცხადებები კეთდება, ხო? ანუ ღირებულების ნაწილში ღირებულების ნაწილში დეკლარირებული ყველა განცხადება ჩვენ გვაწყობს სუბიექტურად, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ დროს ზედარგოლი ეს უნდა დაალაგდეს. ჩვენ ეს გვჭირდება ძალიან. ზედარგოლი აკეთებს რაღაც მიმართულების განცხადებებს და ქვემოთ მაგალითად საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დონეზე შესაბამის განვითარებას და განვრცობას ამ მიდგომისას ვერ ვხედავთ. მაგრამ აქ არის ასევე სტრატეგიული ინტერესებიც. თქვენი ოპონენტები, მაგალითად მამუკა ხაზარეც განცხადება მოვიყვანეთ გადაცემის დასაწყისში, საუბრობენ იმაზე, რომ ეს სტრატეგიული ინტერესები არ დაემთხვევა ერთმანეთს, რადგან საქართველოს მართავს უბრალოდ პროირანული და პროჩინური რეჟიმი, ეს ციტატა. არა, მესმის, მაგრამ თქვენი ოპონენტები ფუთავენ პროცესის მათ შორის ანაკლიის სპორტთან დაკავშირებით და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია ამ ამბავში რომ ამბობენ რომ ჩინეთს გადასცეს საქართველოს საზღვაო ინფრასტრუქტურა ქართულმა ოცნებამ და როგორ შეიძლება დაალაგდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი სხვილი ფიგურა დღეს რომელსაც ახალი პრეზიდენტი ძალიან ენდობა ილონ მასკი ირანთან დაკავშირებით განცხადებებს აკეთებს. ეს ხო წარმოუდგენელ პარადოქსალური იყო 99% მსოფლიო პოლიტიკური იზოლაციისთვის, ხო? ხო წარმოუდგენელ, ხო ვერ წარმოგედგინათ. ხო, თავად ტრამპსაც აქვს ბოლო დროს ნათქვამი, რომ სულსიხიროსთან დაყოლებული ირანი, მაგრამ ბირთვული არაღის გარეშე. საზოგადოება რომ გავარკვიოთ ცოტა მეტ დეტალში. ნახეთ გიორგი, ჩვენ ხანდახან გულწრფელად ვაღიაროთ ერთი რაღაცა, რომ მსჯელობის დროს გნებავთ ეთერში და იმის მიღმაც, ხო? ბევრი გილაპარაკია თქვენს მეგობრებთან, პოლიტიკოსებთან, არაპოლიტიკოსებთან, ჟურნალისტებთან და მეც, რა თქმა უნდა, ხო? სულ ვიკარგებით ხოლმე მიმდინარე რუტინაში. ერთი წამით ცოტა უკან გავწიოთ, სულ მაუჩიო რო იტყვიან და ცოტა შორიდან აი ესე დავხედოთ მოვლენებს, რასთან გვაქვს მთელი ამ წლის განმავლობაში საქმე. ჩვენ რა ვშვებით ის სუდია, ჩვენ კარგი ვართ, რაღაცა ეროვნული ეს გასაგებია და ვინც ცოტა ობიექტურად მაინც შეეცდება რომ მოვლენებს შეხედოს, ეს გასაგებია. უკვე ისეთი საკითხები დაალაგდა, რომ ზედმეტი ხანდახან ხო არის რომ ზედმეტიც არის რაღაცის მტკიცება, რაღაცა მტკიცებელია ოჯახურ ღირებულებებზე და მსგავს საკითხებზე, ომზე უნდათ თუ არ უნდათ, ვიღაცა თუ იტყვის რომ ომი არ უნდათ არაფერში აწყოდათ, უკვე სერიოზულადაც აღარ უნდა განიხილო ეს საკითხი, მაგრამ ყველაფერი დაალაგდა თავის ადგილს. მაგრამ ცოტა სერიოზულად და ცოტა შორიდან რო დავხედოთ გლობალურად, გლობალურ ჭრილში რა ხდება მსოფლიოში. საქართველოს არის თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით ისეთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილას, რომ მის მიმართ ინტერესი, ეს იურისპრუდენციაში პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტები რა, თავისთავად ეს ასე რომ არის, ეს ხო საკამათო თემა არ არის. მის მიმართ ინტერესი გააჩნია დღეს ჩვენი ქვეყნის ოკუპანტ მეზობელ რუსეთს
რა თქმა უნდა გააჩნიათ დიდ ქვეყნებს, რა თქმა უნდა არის ბევრი ინტერესი და ამ ინტერესში ყოველთვის ყვება ხოლმე და პატარა ქვეყანა ვარ და საქართველოს სულ ჭირდებოდა ყველა დროში რომ თავი გადაერჩინა. ეს არ მithქვამს ხა ამაში ვერც ვერა კი მასია ყველა ოპონენტიც კი ეს უდაო რაღაცას ლაპარაკობ ხო? ეხლა წავიდეთ ცოტა წინ. თუ ვინმე ამბობს რომ ომი არ უნდა და სისულელეს ლაპარაკობს, იმიტომ რომ რუსეთის დასუსტების ინტერესი დასავლურ ინსტიტუტებს, დასავლეთის ქვეყნებს ყოველთვის ჰქონდა და ომი რომ არ დომოდა ვიღაცას, ეს იქნებოდა გასაკვირი ამბავი, იმიტომ რომ რატომაც არა. მე თუ რომელიღაცა ქვეყნის ზედმეტი აქტიურობის ხარჯზე დავასუსტებ რუსეთს, როცა მე ვებრძვი დასავლეთიდან რუსეთს, რატომ არ ეხა საქართველოს რაში მაინტერესებს იმ გადასახედიდან. რატომ არ უნდა იბრძოლოს საქართველოს და რატომ არ მიიღებს მე რომ 50-60,000 ჯარისკაცი დავაკავო საქართველოში რაღაცებს. ისევე როგორც ეს წამოწდენა ხო არ იყო პირდაპირ ასე გააჭრილად დანილომა, შემთხვევით კაცი ხო არ იყო კაცო თქვა რომ თუ საქართველოს დაკავდებიან ამ საქმით ძალიან დაგვეხმარება. მართალი თქვა იმ კაცმა ძალიან დაეხმარებოდა. უბრალოდ ჩვენ ვერ გადავრჩებოდით, იმიტომ რომ პატარა 10-ჯერ ნაკლები ქვეყანა ვართ, ყველა გაგებით. ტერიტორიულად დაახლოებით მაგდენჯერ, მოსახლეობით დაახლოებით მაგდენჯერ და რუსეთს დაჭირდებოდა 10-ჯერ ნაკლები ძალისხმევა საქართველოს გასანადგურებლად. სამწუხაროდ. ეხლა რაც უნდა ვიკამათოთ, ვის აწყობდა, ვის არ აწყობდა, გასაგებია იქით ამ მხრიდან ხელშეწყობაც ჰქონდათ უკრაინელებს საიმისოდ რომ რუსეთის წინააღმდეგ ებრძოლა და ერთ დღეში არ გადაევლოთ და ვის აწყობდა რუსეთმაც თქვათ რაღაცა თავის ბუფერი გაიკეთა შეიძლება ამ შეიძლება ვიღაცას მიაჩნდეს არ ვიკამათოთ ამაზე ვიღაცას მიაჩნდეს რომ რუსეთს უნდოდა თუ არ უნდოდა ეს მისი იზულებითი სვლა იყო თუ არა საბოლოო ჯამში იძულებით ისვლა იქნებოდა თუ არ იქნებოდა იძულებით ისვლა ახაც რომ ვიღაცამ რაღაც არ დაგვაბრალოს და კიდე პრორუსობაზე ერთი ფრაზით გამოს ისულელებს არის ლაპარაკი ბუდიშკი ამას ჩავამთავრებ ამ ლოგიკას ზუსტად წუთ ნახევარში ალბათ რუსეთმა გარკვეული ბუფერი დღეს სამწუხარო მდგომარეობით ნატოს ქვეყნებსა და თავის ქვეყნის საზღვრებს შორის გარკვეული ბუფერი გაიკეთა უკრაინის ტერიტორიის უკრაინის ხარჯზე უკრაინა განადგურდა თქვათ იმ ადამიანებმა ვინც იმ ჯგუფებმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა თუ გავლენიანმა ჯგუფებმა დასავლეთიდან ვინც უკრაინის აი ამ ქმედებებს ხელს უწყობდა ტრამპის დღევანდელი ნარატივის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა და აკეზებდა გახსოვთ ხო თურქეთში ფაქტიურად შემდგარი მოლაპარაკებების ჩაშლა ბრიტანელების მაშინ ბორის ჯონსონი დასახელდა რომელმაც თქვა მოდით ვიომოთ ესეთი ფრაზა აი ესეთი საკითხები ხო ეხლა ფაქტობრივ მიმოხილვას ვაკეთებ ასე გამო ექსპერტივით გამოდის მაგრამ ასეა და ნახეთ რა ხდება მარტო ამაზე არ არის საუბარი იქიდანაც რაღაცა ზიანი სერიოზული მიაყენეს მაგრამ აი ხა არის შუაში გაჭედილი ეს სიტუაცია ვიღაცამ რაღაცა მოიგო ვიღაცამ რაღაცა წააგო და ერთადერთი ქვეყანა რომელმაც აპრიორი ვერაფერი მოიგო საერთოდ რაც არ უნდა ვიკამათოთ რუსეთმა რა მოიგო რა წააგო დასავლეთმა მისმა ქვეყნებმა რა მოიგეს ნატოს ქვეყნებმა რა წააგეს ერთადერთი ქვეყანა ბოლოს ფინალი ეს არის რომ ვინც განადგურდა და არანაირი სარგებელი იუტისონე რომ იტყვენ არ მოიღე ეს არის უკრაინა კი ბატონო, მეტად შეიძლება გაწირულიყო საქართველოს. გეთანხმებით ჩვენი მაშინ რომ საქართველოს უნდა გაატაროს საკუთარი ინტერესები, მაგრამ ჩემი თავდაპირველი კითხვა ეხებოდა იმას, რომ ახლა მიდის PR კამპანია არა იმაზე, რომ საქართველოს მართავს პრორუსული რეჟიმი, ანუ ამერიკულ ადმინისტრაციასთან, არამედ იმაზე, რომ დასავლურიდან პინა გადავიდა აღმოსავლეთით და ჩინეთის მიმართულებით და შესაბამისად ეს მოცემულობა უკვე ქართულ ოცნებას ვერ მისცემს იმის ფუფუნებას, რომ მას ჰქონდეს ტრამპთან დალაგებული ურთიერთობები. აი ამას ამტკიცებენ თქვენი ოპონენტები და ამაზე გაინტერესებს მაგას ვამბობ, ამიტომ გავეცი მოკლე პასუხი და ოდნა უფრო ცვლად გეტყვით, გიორგი. ნახეთ, როცა თავად ლაპარაკობენ იმ ქვეყნებთან ურთიერთობის დალაგებაზე, ნორმალიზებაზე, სხვა დიპლომატიურ ურთიერთობებზე, რომელ ქვეყნებთან ურთიერთობის გამოც ჩვენ გვეუბნებიან რომ ვერ დავალაგებთ. ლოგიკა სად არის? თვითონ ლაპარაკობენ და ჩვენი ბუნებრივი რეფლექსი გენეტიკური რეფლექსი არის გადარჩენა. ჩვენი მაგალითად, ჩვენ რატომ გვიხარია 6 მილიარდიანი ინვესტიცია. აგერ არაბული მხრიდან, ხო? რატომ გვიხარია? არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ეკონომიკა ძალიან წადგება, სხვათა შორის ერთ რაღაც ამასობაში არ გამორჩეს, ძალიან ბევრი გამოჩნდა ამ ქვეყანაში ისეთი ადამიანები, რომელიც რაღაც არაბულ ინტერესებზე
და არიქა გვიყიდიან ახლა ეს უკვე ცალკე პრობლემაა და ვიღაცა თუ ნაცების წისქვილზე ამითაც ასხამს წყალს ეს მისი პრობლემაა რაღაცა მოგონილი ამბები სხვა მიმართულებიდან რაღაც ულტრა ვითომ მოგონილი კონსერვატიული მიმართულებებიდან აქ ჩვენი იმედი ალბათ მიხვდა საზოგადოებას უნდა გქონდეს რომ არაფერს არ მივყიდით არავის ინვესტირებაში არ შეიძლება ჩაიდოს ანტიეროვნული ინტერესი ამის მსხვერპლები ჩვენზე კარგი ამ ქვეყანას ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით არ ყოლია და აქაც დაანებონ ვიღაცებმა რაღაც სპეკულაციებს თავი და ვითომ ზედმეტი ურაპატრიოტიზმით ულტრაკონსერვატიული რაღაც მოგონილი მიმართულებებით ხალხის გაგიჟებას თავი დაანებონ ვისაც გულისხმობ ისინი ძალიან კარგად მიხვდებიან ეხლა რაც შეეხება რატომ გვიხარია რომ დაუბრუნდეთ გარდა იმისა რომ ეკონომიკის არათუ სტიმულირება სერიოზულად გაძლიერების ერთ-ერთი საფუძველი და წყაროა ასეთი მსხვილი ინვესტიცია ეს ერთი მეორე უსაფრთხოების გარანტიები ასეთი ინვესტიციებიდან ერთი-ორად მატულობს იზრდება და რაც შეიძლება მეტი სხვადასხვა მიმართულებიდან ეს იქნება ვთქვათ ის მიმართულება საიდანაც წამოვიდა უკვე ეს ინვესტიცია და მოდის აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, დასავლეთის ქვეყნებიდან, რაც უფრო მეტი იქნება, რაც უფრო მეტად დივერსიფიცირებული იქნება ასეთი ინვესტიციები, მით უფრო მეტ გარანტიას იღებს ქვეყანა უსაფრთხოების. გარდა იმისა, რომ ეკონომიკა გაძლიერდება და ჩვენ წარმოვიდგინეთ, რომ აი ამ პირობებში მოვახერხეთ, რომ არა ის მავნებლობები, 10%-იან ეკონომიკურ ზრდამდე მივედით, ხო? აი ამ პირობებში ხან თან ვიბრძოდით გადარჩენისთვის და თან 10%-იან ეკონომიკურ ზრდა მოვახერხეთ, რა გააკეთეთ, რომ გვეუბნებიან. შვიდობასთან ერთად აი ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ცეცხლის ალში და შუაში აქეთ აღმოსავლეთში რა ხდება აქეთ უკრაინაში რა ხდება და 10% ორნიშნა ეკონომიკურ ზრდამდე მივედით ამის პარალელურად ჩვენ დამატებითი მსგავსი ინვესტიციებით უნდა მოვიპოვოთ უსაფრთხოების გარანტიები სადაც მეტი ინვესტიცია იდება სადაც ლაპარაკობენ მათ შორის გარკვეული მედიაციის როლის შემსრულებლადაც იყო ესეთი მომენტები და ეს მუშაობა ჩვენი მხრიდან გრძელდება რომ საქართველოში ილაპარაკონ სხვადასხვა საკითხებზე სადაც მიდის მოლაპარაკებები სადაც მიდის მედიაცია სადაც იდება უცხოური ინვესტიციები ყველა ამ ინვესტიციის ავტორს და მოლაპარაკებების მხარეს აქვთ იმისი ინტერესი რომ ის ადგილი სადაც ეს ხდება სადაც ეს ხორციელდება ინვესტიცია და ასე შემდეგ იყოს პერსპექტივაზე მაგრამ დღეს რა მოცემულობა გვაქვს მოდით აი ესე დიდ სურათს რომ დაუბრუნდეთ საქართველოს აირი და ეგზისტენციალური საფრთხე ხო სხვა არჩევანი ქვეყანას არ ქონია იმ მოცემულობაში რომელიც თქვენ უკვე აღწერეთ მაგრამ შედეგად რა მიიღო მე გულისხმობ აი ევროინტეგრაციის პროცესი რომელიც იყო ასევე ურყევი არჩევანი ქვეყნის მაგრამ ეს პროცესი შეჩერებულია შეერთებულ შტატებთან გვაქვს იმედი რომ დაალაგდება ურთიერთობები მაგრამ ჯერჯერობით სტრატეგიული პარტნიორობა ასევე შეჩერებულია. დღეს როგორ აღწერდით იმ მოცემულობას, რომელშიც ქვეყანა აღმოჩნდა ევროპასთან და ასევე შეერთებულ შტატებთანაც იმ უალტერნატივო გადაწყვეტილების გამო, რომელიც მიიღო მმართველმა გუნდმა, ეხლა სხვა არჩევანი მართლაც არ არსებობდა ომის საფრთხიდან გამომდინარე. მაგდა ყველა შემდეგი ნაბიჯი, რომელიც მათ შორის სხვათა შორის ჩვენს მომხრეებში აღქმული იყო როგორ ნაბიჯად, იცით, აი რა ეხლა რაში გჭირდება, რა გვინდოდა რა კარგად, აი ყველა შემდეგ შემთხვევაში ისმებოდა ხოლმე კითხვები გახსოვთ ხომ? რა გვინდოდა რა დროს ეს იყო? რა დროს ეს იყო? ყველა შემდგომი გადაწყვეტილების წინა გადაწყვეტილების მართებულობა, ხო? ყველა შემთხვევაში დავადასტურეთ. კანდიდატის სტატუსთან აქაც ცოტა უკან დავიხიოთ, გადავავლოთ თვალი რა როდის გავაკეთეთ და შემდეგ ამას რა მოყვა. კანდიდატის სტატუსის მიღების წინ გადაწყვეტილებებზე რას ლაპარაკობდნენ, რა კრიტიკა მიდოდა, რა დროს ეს იყო, ხო ყველა შემთხვევაში ჩვენი მომხრეების მხრიდანაც მოდიოდა. მაგრამ შედეგად, როცა ჩვენ ცოტა არ იყოს და შეტევაზე გადავდიოდით, თავდასხმებს რო ეძახდნენ. ამწვავებდით სიტუაციაში. თუნდაც დავარქვათ ასე, რომ კი ბატონო, ტოვებდით შტაბ-ბეჭდილებას, ჩვენ ვამწვავებდით სიტუაციას. შედეგი და დამერწმუნეთ მაგალითად აი ამ კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებით. როდესაც მე ვსაუბრობ რომ კანდიდატის სტატუსი ერთხელ თქვენ მე მგონი თქვენთან გადაცემაში და აქ არის თავარი რეცეპტი დიაგნოზისა, რასაც საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა ერქვა ვიღაცების მხრიდან გარეძალების დაკვეთით, გარედანა და შინ როგორი კოორდინაცია იყო ალბათ გახსოვთ და 53 მილიონი მათ შორის ამას უზრუნველყოფთ არ შემიძლია რომ გაუარო და საბოლოოდ მაინც გამოდიოდა რომ ჩვენი გადაწყვეტილების, რომლის მიხედვითაც შეტევაზე გადავდიოდით,
ვიღებდით მათ შორის ევროპასთან მიმართებაში უფრო წინგადადგმულ ნაბიჯს. ანუ რომ არ დაგვერწმუნებინა ჩვენ, აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი წინადადება, ეხლა რაც ვილაპარაკე ბოლო წუთის განმავლობაში. რომ არ დაგვერწმუნებინა ჩვენ ევროპელი ბიუროკრატები, რომ კანდიდატის სტატუსის არ მოცემით ვერაფერს გვიზავდნენ, ჩვენ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებდით. ეს არის თავი. აი ამაზე უნდა დავფიქრდეთ კარგად. ჩვენ წინასწარ კარგად გავხსნილა. დიახ, ჩვენ წინასწარ კარგად გავთვალეთ, რომ ერთადერთი გზა იმისა, რომ ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი მოეცათ, იყო დარწმუნება ყველას მთელ მსოფლიოში, რომ კანდიდატის სტატუსის ვერ მოცემით საქართველოს ხელისუფლება არ და ვერ შეიცვლებოდა. ეხლა რაც შეეხება მოლაპარაკებს, არც არავინ აპირებდა. არც არავინ აპირებდა. ვერც გაიხსნებოდა. თავად ისინი, ევროპელი ბიუროკრატები და ჩვენ კიდევ ერთხელ ბევრჯერ ვთქვით და უნდა გავიმეოროთ, აქ უნდა ჩავურთო ეს აუცილებლად. უნდა განვასხვაოთ ევროპა და ევრობიუროკრატია. სამწუხაროდ იმის თქმაც გვიწევს და ამისი თქმის საშუალებაც გვაქვს უკვე და სითამამეც გვაქვს, ბევრი ევრობიუროკრატი ემორჩილება, ექვემდებარება დღემდე, აი ამ წუთამდე, როცა ჩვენ აქ ვლაპარაკობთ, deep state-ის გავლენებს. და ისინი რომ არა deep state-ის გავლენები ასე არ ილაპარაკებდნენ, იმიტომ რომ ობიექტურობის ნატამალი ყველაზე აშკარა მაგალითი ერთ-ერთია, ყველაზე თავხედური მაგალითი არის მოლდოვის და საქართველოს შედარება. SNG-ში მყოფი მოლდოვა, რომელსაც არაფერს აიძულებენ, არანაირი წნეხი მათზე არ არის, აბსოლუტურად არაფერს ეუბნებიან. მათ შორის იმას, რომ SNG-ის წევრი ქვეყანა უფრო თავისუფლად გადის ფონს, რა ხდება? საქართველოს ინტერესი, მიმართ ინტერესი არის სხვა, საქართველოში არ ყავთ ის ბიუროკრატია, ის ხელმძღვანელობა და ლიდერშიპი ქვეყნისა, რომელიც მათ აწყობთ. მათ არ ყავთ თავისი აგენტები ხელისუფლებაში. 2012 წლამდე მოცემულობა არ არის, სულ არ აინტერესებთ. რეალურად დღეს ბევრი ევრობიუროკრატს და მათ უმრავლესობა საერთოდ არ აინტერესებს. შეუძლია ვინ იქნება ხელისუფლებაში თუ არ იქნა მისი აგენტი. მისი გავლენის ქვეშ ყოფილი პირი. დემოკრატია რაში აინტერესებს? როცა გეუბნებიან აგერ პირდაპირ თავხედურად რომ 2012 წლამდე იყო დემოკრატიის შუქურა, დღეს გაქვს დემოკრატია შენიშვნები დემოკრატიასთან დაკავშირებით მოდის რომ გადაუხვიავთ. ანუ 12 წლამდე მოწონდათ, დღეს არ მოწონთ. უკვე ანალიზი მარტივია. უკვე აქ აღარ არის სალაპარაკო და საკამათო. მათ უნდა თავისი უშუალო დავალების შემდგომ მეგობრები კი არა. არ ჭირდება შენი მეგობრობა იმას. მაგდა არ ჭირდება და გიორგი არ ჭირდება, იმიტომ რომ ვიღაც ყავს პეტრე, რომელი პეტრე, რაც უნდა დემოკრატები იყოთ ეხა. რო ავიღოთ ჩვენ ამ ქვეყანაში და რაღაცა სოფლიოში პირველი ნომერი დემოკრატია ჩამოვაყალიბოთ, რაღაცნაირად აი ყველამ რო აღიაროს, ოღონდ ობიექტურად არ ჭირდება შენი დემოკრატია სულ არ აინტერესებს. ბოდიში ძალიან და სუფეხებზე კიდია. რეალურად აინტერესებს მისი დავალების შესრულება. მე თუ გინდა ციხეებში ხალხი დახოცე. რაც გინდა აკეთე ოღონდ მისი დავალების არის შანსი რომ ეს დამოკიდებულება შეიცვალოს, რომ საქართველოს მიმართ არ იყოს ინტერესი, რომ ეს არის ქვეყანა, რომლითაც რუსეთს აღიზიანებს. თუ ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა შეძლო, ბევრჯერ ვთქვით, კიდევ გავიმეორებ, შეძლო deep state-ის დამარცხება. მაშინ შანსი კი არ არის. ეს არის გარდაუვალი ყველაზე კარგი გაქებით. თუ ღმერთმა არქნა და ეს პროექტი მისი დაპირებებისას ჩავარდა, მაშინ ჩვენ ისეთივე ტურბულენტობაში მოგვიწევს ცხოვრების გაგრძელება, პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება, როგორც საქამდე ვიყავით და აი ესე გატანა ჩვენი ეროვნულ ინტერესებს. კი ბატონო, თუ შეძლო, მაშინ ჩვენ ძალიან გვაქვს. ვისაუბროთ დემოკრატიაზეც. დემოკრატიისთვის სასარგებლო არის თუ არა 3 პარტია, 4 ოპოზიციური პარტიიდან, რომ აღარ იქნება პარლამენტში. რომელია პარტია? ლელო გვარამიანს პარტია ოფიციალურად 100-ია. ნამდვილად CSKO-ს მონაცემებითაც 100-ია. შესაბამისად 59 დეპუტატი მინუს 59 ოპოზიციონერი დეპუტატი. რა მოცემულობა არის? ერთი წამით გამახსენეთ თუ შეგიძლიათ. ბოდიში ხარ ხომ გამარებებს თუ ჩარაგოთ, რომელიმე თქვენგან გამახსენეთ ერთი მაგალითი ოპონირებისა, რომელიც მიმართული იყო, აი წინა პარლამენტში ხო იყვნენ? ხო შეუწყდეთ მანდატები. ერთი შემთხვევა ძალიან გთხოვთ, თუ გაგახსენდებათ, გამახსენეთ, რომელიც მიმართული იყო რეალურ თემაზე და რეალურ პრობლემაში ამხილეს ხელისუფლება.
ერთი თუ არ გაგახსენება ხმაური ხო ხშირად იყო არა ხმაური და აპირისპირებაც ხშირად იყო და რაც მთავარია რაც ნუ გავურვიხარ ხო გვეუბნებით ხოლმე ჟურნალისტებს თქვენ შეიძლება იმდან და ჟურნალისტებს ხო გვეუბნებთ ნუ გავურვიხარ შეკითხვას პერფორმანსები გვახსოვს პერფორმანსი არ არის კაცო საქმე მე გეკითხებით ეხლა ერთი გამახსენეთ თუ შეგიძლიათ რამე მაინც არ როგორ ვხედავთ ამ პარტიების მოქმედებას კი ბატონო ეს არის სხვა თემა მაგრამ მეორეა რომ ამორჩეველმა ეს ხალხი აირჩია მათ მანდატები მიიღეს გასაგებია რომ თავად დაწერეს განცხადებები ეს ცხადია ანუ ამ დეტალებზე არავინ არ დაობს დემოკრატიისთვის უკეთესი იქნება თუ არა ისინი რომ პარლამენტში აღარ არიან ჩვენ დემოკრატიასთან ეს ხალხი აფშიხებაში არ არის რა შუაშია დემოკრატია და ლელო და ნაცები ნუ ოპოზიციონერი ამორჩევლის შეუძლებელი ოპოზიციონერი ესე ქვია ოფიციალურად რა არის რატომ არ დატოვეთ როგორც 20-ში მაგალითად ხო არ შეუძლია ნახეთ ერთადერთი თავარი მიზეზი სხვათაშორის მე ვთქვი ჩემს გამოსვლაში თუ მიაქციეთ ყურადღება რომ ამას პლუს მინუსები აქვს მათ შორის მათ არ ყოფნასაც პლუს მინუსები აქვს მაგრამ მთავარი აი ამ სასწორის პინაზე ამ პლუს მინუსებს რო დაალაგებ მთავარი არის ის რომ რამდენ ხანს აძლევს შენ იმის საშუალებას რომ გამყოფოს მუდმივ საბოტაჟის რეჟიმში ანუ საბოტაჟის იარაღად ეხლა რამდენჯერ გაუტარებ კიდე ასე ვთქვათ წინა შემთხვევაში ბოლომდე ეხლა პირველივე შემთხვევაში შეგვეწყვიტა ცოტა დაგეცდია თქვი კაი ხალხო გვეცდია თვითონ ეძახეს თავის თავს ბუფებიო და დაგეცდიათო ცოტა ხანიო და დავაცადეთ შემოვიდნენ და რაღაცეებზე წასვლა ჩვენ ამის სანაცვლოდ მოგვიწია მათ შორის ჩვენ მოგვიწია შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელის მოწერა და შარლ მიშელის შეთანხმებიდან 10-დან 8 პუნქტი შეიძლება ის ბევრი იყოს მაგრამ 70-80%-მდე ჩვენ მოგვიწია ისეთ დათმობებზე წასვლა რაც კონსტიტუციურ პრინციპებსაც კი ეწინააღმდეგებოდა და რაც თავარია თლად ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან არ გამოდიოდა მაგრამ იქაც აწონვა მოგვიწია ანუ შენ გიწევს შენი ქვეყნის დამაზიანებელ რაღაცაზე წასვლა რომ უფრო დამაზიანებელი არ იყოს რაღაც დაახლოებით კავკასიური ცარცისტრის ვარიანტი ეხლა ვიღაცამ შეიძლება თქვა დამაზიანებელი თუ იყო რას უწევთ თქვა კაი ხო და უფრო დამაზიანებელ რაღაცას გიკეთებდნენ ანუ გაგდებენ იმ მდგომარეობაში რომ ცუცსა და ცუდზე ბევრად უარეს შორის ამოირჩიო ცუდ მაგრამ ახლა არ იქნება ის მოცემულობა როდესაც ეს პარტიები დარჩებიან და უკვე დარჩნენ ქუჩაში ახლა არ შექმნიან იმ პრობლემებს რასაც ქმნიან ნახეთ შეიძლება რაღაც პრობლემები შექმნან მაგრამ აქაც ამ მინუს პლუსებში შენ არჩევ ყველაზე ცუდი რაც არის ის რომ ესენი ახერხებენ რომ შენ საბოტაჟის რეჟიმში შენ თუ ხვეწნას დაუწყებ კიდევ ერთხელ ნახა საზოგადოებამ ეხვეწე ცუდი რაღაცები დაგაწერინეს ხელი მოგაწერინეს მერე შემოვიდნენ არაფერი სასიკეთო ამ ქვეყნას არ გაუკეთებიათ საბოტაჟის მეტი 4 რევოლუციის მსვლელობა იყო ამასობაში მათი უშუალო აქტიურობით უცხოური დაფინანსებით NGO-ებთან ერთად რევოლუციას გილაგებენ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ და ამის გარდა არაფერს აკეთებენ რო შემოიყვანე რა ანუ რა ქნა რაღაცა სოციალური პრობლემაზე გამახვილა ყურადღება რაღაცა გამოგიჭირა რაღაცაში ამას არასწორად ეკონომიკურ პოლიტიკაში არასწორად მიყვებოდი რაღაცას და აი ეს ამას როგორ აკეთებ და სხვანაირად გაგაკეთებინა რაღაცა წეღან რო კითხებთ რეალურ პრობლემაზე ერთი ყურად არაფერი რუსი იძახა იმიტომ რომ ის რეალური პრობლემა აი მოგვარდა მე რა თუ მოგვარდა ეკონომიკას წაეშველება სოციალურ მდგომარეობას წაეშველება იმას პირიქით აწყობს ეკონომიკა უნდა ჩამოაქციოს სოციალურ მდგომარეობა გაუარესოს და რატომ მოგეხმარება ოპოზიცია თავის არსით ხო ქვეყანას უნდა ეხმარებოდეს იმაში რომ რაღაც საკითხები გამოსწორდეს იმან რომ საკითხი რეალურ პრობლემას იმიტომ არ აქვს ყურადღებას რომ რაღაც საკითხის გამოსწორებაში ხელი შეგიწყოს აღმოაჩინა რაღაც პრობლემა ყველაფერი იდეალურად ხო არ კეთდება ხო გამორიცხული ყველაფერი იდეალურად კეთდებოდა ხო მასეთი ხელისუფლება სუპლუს არც ერთ დროში არც ერთ ქვეყანას არ ყოლა და რაღაც ჩვენ ვიქნებით ხო იდეალურად გამორიცხულია ხო პრობლემების ბევრი გვაქვს რაღაცა საკითხებია რაზეც შიგნით ბევრი კამათი მიდის და შეიძლება რაღაცა იყოს და არის რა თქმა უნდა ისეთი რომ კარგად მის იდენტიფიცირება რომ მოახდინო შეიძლება შეაცვლევინო ამ მიმართულებით გადაწყვეტილებები ხელისუფლებას ხო ამას თუ იზავდა კიკულები დაეწერებოდა მაგრამ რაღაც გაუნჯობესდებოდა ხო ეს არ აწყობს გაუნჯობესება იმიტომ რომ უნდა ჩამოგაქციოს რუსი ხარ ჩელებინში გავიგუძე სისულელები უნდა ილაპარაკოს ეკონომიკა ჩამოაქციოს და უნდა გადატრიალოს რაღაც თუ გამოსწორდება გახარიასზე ლაპარაკი შესაბამისად ოდიშ მაგდა აი წამშევთრე ნახეთ თემა რა არის გახარიაზე არ დაგავიწეთ ეხლა მონიშნული არ დაგავიწეთ ძალიან გთხოვ ხო და როლი რა არის ამ დროს საბოტაჟი მარტო თუ მარტო საბოტაჟი აღარ აძლევ ამ საბოტაჟის საშუალებას და გაყარე მისი ხელმოწერით
გააყარე პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობა სხვათა შორის არ ელოდნენ ამას, შოკირებულები იყვნენ, თორემ გუშინ მე რო ბრიფინგი გავაკეთე, გარდა იმ შემთხვევისა, წეღარ არგუმენტის და მიზეზის დავასახელე, რომ პატრონები და მისი ქვემოთ მყოფი მათი აგენტები დღეს დაბნეულები არიან და ორი დღეა ესე სიჩუმე იმიტოა, რომ რა გააკეთონ, რა დაგეგმონ, არიციან გაურკვევლობაში და შოკი დაემატა იმის, რომ მათ სხვათა შორის ესეც ინფორმაცია და ლოგიკა ერთად არც ერთი ცალკე არ ეგონათ, ვერ წარმოედგინათ, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ, გაუშვით პარლამენტთან, ახლა ხოცავენ ერთმანეთს და ერთმანეთს აბრალებენ, ზოგს მილიონებია გადახდილი, იქ ბიზნესმენები არიან, რომელსაც მილიონები ხარჯეს და გადაიხადეს, რომ პარლამენტის მანდატები ხელში ჭეროდათ და საშინელ დღეში არიან და ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რაღაცა აინტერესებს, ფარა იქნება თუ ბრიტანული მოდელი მედია სტანდარტი, საერთოდ აღარ აინტერესებს, ახლა არიან გადართულები იმაზე, რა დღეში ჩავარდნენ და ვაივიში აქვს ერთმანეთში ატეხილი. სად არის გახარია პოზიციის დაფიქსირებას ხოვენ კოლეგები? სად არის და სად არ არის. ესე იგი ერთი ყველაზე რაღაც სახალისო ვიდეოები რო ვრცელდება, არც იქინე და არც აქინე ერთ-ერთი ხო არის, არცად მე მიყონო, სუსტად ამ მდგომარეობაშია გახარია. გახარია არწმუნებს ქართულ ამომრჩეველს, რომ ერთი მხრივ ის ბიძინა ივანიშვილის პროექტია და ბოლო პერიოდში მათ შორის ბატონი ბიძინას მასზე გაკეთებულმა განცხადებებმა, მათმა განცხადებებმა თავად საზოგადოების უდიდესი ნაწილი, საზოგადოების იმ ნაწილის, რომელიც ამის გამო მხარს უჭერდა რაღაც ნაწილი, დიდი ნაწილი ჩემი აზრით უკვე დაარწმუნა, თუმცა ასეთებით რჩებიან, დღემდე რჩებიან ადამიანები, თქვენი პროექტია როგორ გასაგებია. ამის დაჯერება უკვე წარმოუდგენელია, მაგრამ ამის ჯერათ ვიღაცებს და ახლა ეს გაბოროტებული მანდატ დაკარგული ხალხი მაქსიმალურად არის დაგვანებეს თავი კიდევ ამბობ აქაც ვიმეორებ არგუმენტად რომ რა ფარა რა ინტერესებს ჩამოანგრიეს ორი წელი ქვეყანა ამაზე გაცილებით იოლ ვერსიაზე ახლა ფარაც არ აინტერესებს აგერ გახარიაზე არიან გადართულები წარმოიდგინეთ რამდენად ყალბები არიან წარმოიდგენ არა დიდი ალბათობით დააბუნიკებენ და დიდი ალბათობით არა თუმცა არც იმას გამოვიწყავ იმდენად უნდა ეხლა გახარია დარწმუნდა შავდღეშია დარწმუნდა რომ თუ შემოიტანს განცხადებას შევუწყვეტთ მათ და ამიტომ მისი შანსიც ამის შანსაც ტოვებ რომ შემოვიდეს ამისი შიშტ მათ ხო თავმოყარე პოლიტიკური თავმოყარეობა საერთოდ არავის არ აქვს და სიბინძურით ხოთაშორის გაასწრეს ნაცებს და რას ვერ ხვდებიან იცით რომ ესე იგი ჯერ ხო ნაცების დროინდელი მაღალჩინოსნები ათეულში ყავს ჩვენზე ლაპარაკობენ ეგენი არიან ნაცებს მათ შორის ჩვენზეც გიორგი ბანერიც გამოაქვს ჩვენზე ნაცების ბანერში მე ჩამწე აი თავხედობის ხარისხი წარ გუშინ მიგდებენ და იქ ვარ ანუ ნაცებმა ბოლოს აი 8-9 წელია მე 9 წელია პოლიტიკაში ვარ და 9 წლის განმავლობაში 8 წელზე მეტი ხნის განმავლობაში რეალური ხა დავიკვეხნი ნამდვილად რომ რეალური რაზე შეიძლება თქვათ გამაკრიტიკონ რა მომიგონეს ხან რა ვერაფერი ვერ ქნეს და ბოლოს გახარიებიც კი პირადად ჩემთან დაკავშირებით ჩამოყალიბდნენ ნაცები აქაც ნაცების მეჩეთს ლაპარაკობენ რომ ეგო ნაცებში იყო ანუ ნაცების პირველ პოლიტპატიმარზე ნაცების წინააღმდეგ ყველა აქციების მყოფზე არ ვიყავ ეხლა მაშინ ცნობილი ადამიანი რა მექნა დღეს გასაგებია დღეს ჩანვარ აქცია არ მაქვს გამოტოვებული ცხონებულმა გიამაისაშვილმა რო პირველ ხათაშორის გადაუხვევ ერთ პირველი აქცია ჭადრაკის სასახლეს და იქიდან დაწყებული აქცია არ გამომეტოვებია და ანუ ჩემზეც კი მათ დროს ნაცების მაღალჩინოსნები გახარიას გუნდში ყოფილი ლაპარაკობენ ნაციაო და არ ვიცი აქაც კი ნაცების მეჩისში პირადად ჩემ აი მე რაც ყველაზე კარგად ვიცი ჩემ თავზე იმას ლაპარაკობ ხო აქაც კი მათ Facebook-ში არიან და ასეთი სიბინძურეები ცდილობენ და როგორ წარმოცილობენ რაღაც ვიღაცის დისკრედიტაციას, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ ახლა თქვენ? როგორ წარმოგიდგენიათ? ხალხზე რა წარმოდგენა აქვთ, რა შეფასებას უკეთებენ მათ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, რომ კოალიციაში შენ ხარ 4 მუნიციპალიტეტში ნაცებთან და ნაცებს ლანძღავ და უნდა დაგიჟერონ.
ეს გასაგებია, თუმცა მათ ახლა აი მანდატებთან დაკავშირებით აქვს ასეთი არგუმენტი, რომ ეს არის პრაგმატული პოზიცია, რადგან ეს მანდატები საბოლოოდ შეიძლება გამოადგეთ გარკვეული ტიპის პოლიტიკური ვაჭრობისთვის ხელისუფლებასთან, რომ შეიძლება რაღაც მომენტში საჭირო გახდეს გარკვეული პოლიტიკური შედეგის დასადება. და მას არ აკონკრეტებენ, მაგრამ თქვენ გამორიცხავთ, რომ მათი შემოსვლა არ შემოსვლა შეიძლება მაგალითად საუბარია იმაზე, რაზეც მაგალითად ხაზარაძე და სხვაები საუბრობდნენ სხვადასხვა ტელეეთერში და არა მარტო ხაზარაძე, რომ 100 მანდატი პარლამენტში საჭიროა რომ იყოს სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილებების მისაღებად და შესაძლოა არ არის საინტერესო ეს 12 მანდატი საერთოდ. რაღაცა იურისტების სადღაც გასაგებია და ეს არის გათვლილი არა იურისტებზე და ადამიანებზე, რომლებსაც გარკვეული ცოდნა მიმართულებით არ გააჩნიათ. არ არსებობს არა თუ ასეთი ნორმა, რასაც ისინი სხვათაშორის დიდი მონდომებით არ ამტკიცებენ. სადღაც შეაგორებენ ხოლმე მესიჯს, რომ ვიღაცა თუ აყვება, ცდიან, ტესტავენ, არანაირი მსგავსი დათქმა პარლამენტის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არც კონსტიტუციაში, არც სადმე ნორმატიულ სივრცეში არ არსებობს. არ არსებობს ესეთი. არა თუ ასეთი ნორმა, არამედ ნორმა, რომელიც ასეთი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, არა, ლეგიტიმურობის ნაწილზე არ საუბრობენ. საჭიროა, ვის არ საჭიროა. საუბრობენ მაგალითად ისეთი ტიპის გადაწყვეტილების შემთხვევაში, როდესაც საჭიროა 100 ხმა, ან 90 ხმაზე მეტი. მაშინ 113 ხმაა საჭირო. ანუ თუ ლოგიკას მიყვები, კაი, ნორმა არ არსებობს თქვა და მიყვები ლოგიკას, რომ აი მაგალითად პარლამენტის გადაწყვეტილებებისთვის, პარლამენტის გადაწყვეტილებებში შედის კონსტიტუციური ცვლილებაც, საკონსტიტუციო ცვლილებაც და საჭიროა 13 მანდატი. თუ 13 ჩამოწდა, მაშინ პარლამენტი ვეღარ იმუშავებს. ლოგიკურია? ანუ რაღაცა გადაწყვეტილებებში 100 მანდატი თუ საჭიროა და ამ 100 მანდატს, ან 90 მანდატი, 100 მანდატი არ გაქვს. ეს ნიშნავს, რომ პარლამენტი აღარ არსებობს. ამ ლოგიკით მაშინ 113-ია. რატო არ ლაპარაკობენ 113-ზე მაშინ? ლოგიკა საერთოდ ხრება. ანუ ეს ამას მაშინ ახლა მე რო ყოფილიყავი მათ ადგილას, დავიწყებდი ამას მაინც ვიტყოდი, ამდენსაც ვერ ფიქრობენ, რომ 113 მანდატი ჩაცდება თუ არა, ეგრევე პრობლემაა პარლამენტის ფუნქციონირება თქო, მაგრამ ეს ვერ მიხვდნენ, ახლა გახარიას ამუნათებენ. ამ გახარიას დამუნათების ცდუნებით 100 მანდატზე დაიწყეს ლაპარაკი და სისულელე გამოუვიდათ. 113-ს არ შეეხნენ. ამიტომ აბსოლუტური სისულელე ეს ყველაფერი რას გამოივაჭრებს ახლა თქვენ კითხვასაც რომ დაუბრუნდე მაგდა. ნახეთ. წინა შემთხვევაში ჩვენ პოლიტიკური ფასი ჩვენ თვითონ, იმიტომ რომ შანტაჟი ოდნავ, მაგრამ მაინც გამოუვიდათ, რომ შარლ მიშელის შეთანხმებაზე წავედით ჩვენ. ახლა ეს მოცემულობა აღარ გვაქვს. ახლა საერთოდ აღარ გვაქვს ეს მოცემულობა. ანუ გახარია და სხვაებიც მიხვდნენ, რომ ჩვენ არანაირი პოლიტიკური ფასის გადახდას, ანუ არანაირ დათმობაზე წასვლას მანდატისთვის და ანუ უბრალოდ მათი პარლამენტში შემოსვლის ანაცვლოდ არ ვაპირებთ. შესაბამისად არც ვაჭრობას ვაპირებთ. ანუ გახარიას სავაჭროც არაფერი დარჩა. თუ შემოვა, თუ არ შემოვა და კარგად იყავი, აგერ მოუწევთ ხოლმე დავაჭერთ ისევე პროგრამას მის გასვლასთან დაკავშირებით. რეგულაციების გამკაცრებას სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიმართულებით, ესე იგი ეს თქვენი ოპონენტებისთვის ეს არის ნიშანი იმის, რომ ხელისუფლება ვერ ერევა სამოქალაქო პროტესტს, რომ ეს პროცესი რაც მიმდინარეობს არის შეუქცევადი, მზარდი და ახლა რეპრესიებით ცდილობს როგორმე შეაჩეროს მოქალაქეების პროტესტი. ახლა გვახსოვს რაც მოხდა მაგისტრალის გადაკეტვის მომენტში დაანონსებული ასევე რომ კიდე ექნებათ მცდელობა, გარკვეული გამწვავებით მიდიან ისინი. ხო თქვენ როგორ აფასებთ, რატომ იღებთ ამ? მაგდა, მოდი ძალიან გულწრფელი ადამიანური ენით ახსნი. აი აბსოლუტურად აი პატარა ბავშვებისთვისაც რო გასაგები იყოს. ნახეთ, მათ ტრენინგებზე ასწავლეს 53 მილიონის პარკლებში, რომ უნდა შეუქმნა ხელისუფლებაში მართალი ხელმძღვანელი ხარ ეს არ გვაინტერესებს, შეუნდა შეუქმნა ჩიხური სიტუაცია. მაგალითად, ასეთი არის ერთ-ერთი ძიმე პიროვნული შეურაცხყოფა. ძიმე პიროვნული, სხვათაშორის არ დაგიმალავთ და დღეს ერთ-ერთი ნაცმოძრაობის რუსული იმით რომ ფინანსდება, მიგანიშნებთ ტელევიზიას არ დავასახელებ, მაგრამ ყველა მოხდება რუსული კოლ-ცენტრებით და თავდაცვის ძალებიდან მოპარული ფული და ასე შემდეგ რომ ფინანსდება. აი ამ ტელევიზიის ერთი ჟურნალისტი იყო დაზარალებულად ცნობილი მათ შორის და ძალიან ცუდია, რომ დაზარალებულია და ესეც საოცრად მართლა დასაგმობი ამბავია, რაც უნდა უზრდელი იყოს. დღეს უინტრიგანი და რაღაცები მომიწია რომ მეთქვა მის, იმიტომ რომ ეს ხალხი
ჟურნალისტიკას კი არ ეწევა. ეს ხალხი იმ საქმით კი არ არის დაკავებული, რომ თავისი საქმე გააკეთოს. არამედ რატომ მომიწია მძიმე საუბარი? არამედ ტრენინგებზე ნასწავლ პროვოკაციებზე მიდიან ყველა ფეხის ნაბიჯში. ჟურნალისტს აღარ გავს, არის აქტივისტი. მომიტინგე კი არა აპროტესტებს რაღაცას, არამედ მათი რაღაც ნაწილი მინიმუმ 20%-იანი ამ საპროტესტო აქციის ძირითადი ბირთვი, რომელიც აორგანიზებს, გადასულია იმაზე ყურში რა ჩაჩურჩულოს, რას აზიზღრობა უთხრას პოლიციას, წამოიკიდოს, მე იმ პოლიციელმა ოღონდ ხელი მოიქნიოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ამით არიან დაკავებულები. და ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც ტრენინგებზე ნასწავლ ამ მავნებლობას რაღაც უნდა დაუპირისპირო. ტრენინგებზე ასწავლიან რას? მაგალითად, ეხლა გადავიდეთ კონკრეტულად ასობით რაღაცას, მაგრამ ამ მავნებლობებიდან ერთ-ერთი არა. შენ უნდა ჩამოუშალო ავტორიტეტი პოლიციელს, მის მაღალჩინოსანს, პოლიტიკოს, უკაცრავად ჟარგონებისთვის გამოვიყენებ რამდენიმეს, უნდა გააბანძო, დააჩმორო. ანუ ავტორიტეტი მისი ამორჩევლის ფალშიც აღარ უნდა იყოს. ავტორიტეტი პოლიციელი არ უნდა იყოს, ის არ უნდა იყოს მისაბაძი ბავშვისთვის, ახალგაზრდ. აი ამაზე მუშაობენ. ამიტომ სახეში სილის გარტყმა, ამიტომ ასე პოლიტიკოს თავის მეზობლს წარმოიდგინე მეზობლს. მე პირადად რაც გადავხდა ხა, ჩემ თავზე მომიწევს. სამი შემთხვევა მქონდა, ორი საერთოდ არ ახალგაზრდა მამაკაცები იყო სხვა შემთხვევაში და არ აწყობდათ ის. რაღაცების გამო მიზანს ვერ მიაღწიეს და მესამე მეზობელი ქალბატონი დაქოქეს იმისათვის, რომ იქ სადარბაზოში ჩართული კამერით დამხვედრო და ხო გახსოვთ ეს? ანუ მე რა დონეზე ყავთ მიყვანილი, ხო? რისთვის არის ეს, რომ შენი ავტორიტეტი დაბლა დაწიონ რაც შეიძლება, ასე შეგაჩვიონენ. ეხლა რა გამოსავალი გაქვს რა? თუ რაღაც მართლა თავმოყარების ხარჯზე იმოქმედებ და პასუხს გასცემ. ჯო პოლიტიკოსი კაცი ხარ. პოლიტიკოსი ხარ, რაღაც მენის ვალდებულება, ეს მენის ვალდებულებას მართლა მოგონილი რაღაცა, გარკვეულწილად არა, ხო? მენის ვალდებულება რას კადრულობ, როგორ უყადრებ აგერ თავს და შენც ის გაგინებ, შენც აგინებ, რა უბედურებაა. წამგებიან სიტუაციაში ხარ. პასუხი არ გასცნო, მენის ვალდებულების ფარგლებს დაჯეკ, მე Facebook-ში ჩმორი, რა უქნეს, აგინეს, ხმარგას. ანუ გაჩუმდები, წამგებიან სიტუაციაში ხარ. არ თავმოყარეობა შეგილახეს ისე რომ ეს ქართული ხარ მაშინ ახსენდებათ ქართველობა და ის რაღაც თავმოყარეობა რაღაცა სიტყვი და ეს როგორ მოქმედებს პოლიციელიო რას ლაპარაკობ როგორ კადრულობსო ნახე ეს პოლიტიკოსია თუ პოლიციელი ეს ვინ არისო როგორ იკადრავ პასუხი გაგცავ ანუ ახლა უყურე ნახეთ ემ არ არის შენ უნდა მიუდგე სახელმწიფოებრივად ხო ერთადერთი გამოსავალი ამისათვის არის სახელმწიფოებრივი სწორი იძულება რომ ეს სუდის აქციელი რომელიც თავის არსით რიგ შემთხვევაში დანაშაულებრივი ხასიათის არის რიგ შემთხვევაში გადაცნობის სახე აქვს აკრძალო და აკვეთო პრევენციული ბატონო ზომებით და ეს პრევენციული ზომა ადეკვატური არის ამ შემთხვევაში და ძალიან კარგი რაღაცაში ისინიც უნდა შევაქო ზოგი ჭირი მარგებელიაო მაგალითად არავის არ გახსენება არავის არ მოგვიკითხია ის მუხლი მაგისტრალების გადაკეტვის თავრობას არ შეუხედია იმ ბრძანებაში მანამ ეს ყველაფერში ყველა ნორმას და ყველა დეტალს ყველა ბრძანებას ყველა კანონს ყველა მუხს სხვა აქციელ ყურადღებას ყოველთვის სანამ მაგისტრალს გადაკეთება არ მოინდომეს მანამდე არსად არ ბრძანებაში და კანონში ცვლილება არავის მოუფიქრებია როგორც კი ახალი მავნებლობა მოიგონეს სახელმწიფო ადეკვატური პასუხი გასცა ხო რჩება ამიტომ მინდა რომ მოვასწროთ მათ შორის აქციებზე დაკავებულების თემა მათ შორის მზე ამაღლობელი საქმე რომელიც სამ კვირაზე მეტია შიმშილობს ჩემი კითხვა მდგომარეობს შემდეგში როგორ ფიქრობთ არა მხოლოდ მზე ამაღლობელთან დაკავშირებით თუ კი ხელისუფლება გამოიჩენს პოლიტიკურ ნებას ჩვენ ვინახავს სხვადასხვა ტიპის აქტები მათ შორის პრეზიდენტის მხრიდან ჰუმანურობის მოტივით განხორციელებული აქტები როგორ ფიქრობთ მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ნახეთ გარკვეულ შემთხვევაში შეცდომები მიდის მსჯელობა ამ საკითხის სამართლებრივ ნაწილში არ შევდივარ როგორ ფიქრობთ ჰუმანური გადაწყვეტილებები არის თუ არა საჭირო იმისათვის რომ რაღაცნაირად ეს მუხტი ჩამოვიდეს და თუნდაც თქვენი ის ოპონენტები პარტიებს გულისხმობ და იმ პოლიტიკოსებს რომლებიც არიან უბრალოდ დარჩნენ იმ მარტო იმ ველში სადაც არიან არ ფიქრობთ ასეთ გადაწყვეტილებებზე მე წეღან რომ ვილაპარაკე ტრენინგებზე ნასწავ ჩიხურ სიტუაციებზე ბევრია მათ შორის ხო წეღანაც ხო თქვი საერთოდ არ ვიცოდი ამ კითხავს დამისვავდი თუ არა ხო წეღანაც თქვი რომ ისინი ცდილობენ მეორე მხარე დავალებებით ცდილობს ისეთი მოქმედებების განხორციელებას რომელიც
გარკვეული ხანდახან დილემური პრობლემის წინაშეც გაყენებს. ერთი მხრივ არა ადამიანი უნდა იყო, რომ ადამიანი შიმშილობს, რაღაც ძალიან რთული გაგრძელება შეიძლება ქონდეს ამ ყველაფერს და რა იკადრეს მაგალითად თქვი რომ შიმშილი შეიძლება დასრულდეს ფატალური შედეგით და მოუწოდებენ ამისკენ ამოშალეს და თუმ გამოვიდა დიდი სიამოვნებით. აი თავად ბათუმელები ეკატრულობს ამას წარმოიდგინეთ. თავისი თანამშრომლები რა დონეზე არიან და მისივე რო ვიღაცამ ხო დაწერა ის. მისივე თანამშრომლები ეკატრულობენ ამას. ანუ ფეიკის გავრცელებით აგულიანებენ მოშიმშილი ადამიანს რომ აი ამ საშინელი შედეგისკენ წავიდეს. არადა ჩვენი სუბიექტური ინტერესიც კი ძალიან ცუდ რამეს ვამბობ შეიძლება. სუბიექტური ინტერესიც კი, მაგრამ ძალიან გულწრფელი ვარ. არის ის, რომ ამ ადამიანმა ადამიანური ინტერესი, რა თქმა უნდა, ადამიანური ინტერესი პირველ რიგში, რომ შიმშილობა შეწყვიტოს და ყველამ უნდა დავარწმუნოთ. კეთილი უნდა ინებონ მისმა თანამებრძოლებმა თუ რაც ახენ თავის თავს უნდა მოუწოდონ რომ შეწყვიტოს შიმშილობა. იმიტომ რომ პრეცედენტის დაშვება, აი ეს არის დილემის წინაშე როგორ გაყენებენ, როგორც იქ თავმოყარეობასა და თმენის ვალდებულებას შორის რაღაც დილემის წინაშე გაყენებენ, ვითომ და მე სახელმწიფო მოქმედებს ისე რომ ამის საშუალება არ მიეცეს, ამგვარი შანტაჟის საშუალება, აქაც იგივე მიდგომაა. რომელიმე ქვეყანაში, აი საფრანგეთში, გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ესპანეთში, იტალიაში, ბრიტანეთში, სადმე გახსოვთ თქვენ შემთხვევები, რომ იშიმშილა ადამიანმა და ამის გამო მე საუბრობ ჩემ კითხვა უფრო ეხებოდა იმას რომ შეცდომა შეიძლება დაუშვათ ყველა მაგრამ ჰუმანურობის აქტი ანუ ნებისმიერ შემთხვევაში ანუ შესაძლოა დავარღვიოთ დაუშვათ კანონი შიმშილობა არ შეიძლება იყოს არა გათავისუფლების საფუძველზე შიმშილობას არ გულისხმობ მე გულისხმობ იმას რომ შეცდომა შეიძლება მოვგვივიდეს ყველა ადამიანს მაგრამ ჰუმანურობის აქტი არის თუ არა საჭირო დღეს რა კონკრეტულად რომელიც გულისხმობს რომ თუნდაც მაგალითად მუხლების გადაკვალიფიცირებას მაგალითად რამე უფრო სასჯელს და ასე შემდეგ პირველი მუხლის გადაკვალიფიცირება ეს ჰუმანურობა არაჰუმანურობის გარდა დამოკიდებული თქვენ ან ჩაიდინეთ ძარცვა ან ჩაიდინეთ ყაჩაღობა ანუ თუ ჰუმანურობის პრინციპის მიხედვით ყაჩაღობა ძარცვა ვერ გახდება სპეციალურად სხვა მუხლებზე წავედი კი ბატონო ეხლა თქვენ თუ ყაჩაღობას ჩაიდინეთ ეს ძარცვა არის, მოდი ჰუმანურები ვიყოთო. ეს არასწორი შეფასება არ შეიძლება ასე მიდგომა. და ჩვენ უნდა გვახსოვდეს მათ შორის სხვა რამდენიმე ათეული ადამიანი რომაც დაკავებული. იქ ხო ატყუებენ ხალხს და ხო ეუბნებიან რომ ის რა ჯგუფური როგორ არის როცა ერთმანეთს არ იცნობდნენ. აი როგორც იურისტი მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით რომ ჯგუფური დანაშაული ძალიან ხშირ შემთხვევაში არის ისეთი ჩადენილი მით უმეტეს როცა საპროტესტო აქციებს ეხება საქმე. როცა შეიძლება საერთოდ არ იცნობდე ჯგუფურად თანამონაწილე ადამიანს. ჯგუფურ დანაშაულში თანამონაწილე მე თქვენ შეიძლება არ ვიცნობდეთ ერთმანეთს მაგრამ რომ დავინახე რომ უტევ პოლიციას მე გადავწყვიტე რომ შევუტიო თქვენთან ერთად და მე და თქვენი ნაცნობობა რაშუაში აბსოლუტური სისულელი ეს ხო ეს ერთი მეორე ყველაზე ცუდი ტყუილი აქ რითაც იმ დაკავებულებსაც კი ატყუებენ იმ დაკავებულებსაც კი და მისი ოჯახის წევრებს რომ როგორ კაცო აგერ მითხარი ამისმა ქმედებამ რომელი პოლიციელი დააზიანა მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით. აქაც როგორც იურისტი. პოლიციელის დაზიანებაზე დაზიანებისთვის 170 პოლიციელის სხვა ხარისხის დაზიანებები ქონდა, ხო? არც ერთი ადამიანი სამწუხაროდ იდენტიფიცირებული, ვერც ერთი ასე ვთქვათ, უბრალოდ იდენტიფიცირებული ვერ არის. რომ იყოს იდენტიფიცირებული, მაგალითად ვიღაცას მიადგა ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხო? რომ აი ამ ადამიანმა ერთმა X ადამიანმა მეორე ადამიანს მიაყენა დაზიანება მას ეკნებოდა დღეს ბრალი წარდგენილი ამა და ამ პოლიციელის ნაკლებად ძიმე დაზიანებაში მაგრამ ეს დანიშნულია ბოდიში მე მინდა რომ ეს განუმარტო საზოგადოებას ნახეთ მათ ედავებიან ძალადობრივ აქციებში მონაწილეობაში და თუ ვიტყვით რომ ეს აქციები მშვიდობიანი იყო მაშინ მართლა უკანონო პატიმრები არიან მაგრამ ჩვენ გვინახავს პოლიტიკოსებზე გამონაკლის შემთხვევაში ნიკამელიას შემთხვევა გავიხსენოთ ხო თუნდაც აი როდესაც იმას ჰქონდა მისჯილი შემდეგ ნახეთ გარეთ რომ იყო გადაწყვეტილება მიიღებული არა მე გულისხმობ წინა წლების შემთხვევებს უგულავა როცა პრეზიდენტმა შეიწყალდა ასე ბევრი ასეთი შემთხვევა გვინახავს პოლიტიკოსებთან დაკავშირებით თქვენ გინდა თუ დაპირება გავცე ჰუმანურობის არა მე მაინტერესებს თქვენი პოზიცია ნახეთ მოდი გულწრფელად გეტყვით რა ადვოკატი ვიყავი ნახევარ ჩემი ცხოვრება მართლა და მართლა არავის დაჭერა არ მეხარი არავის
რაც უნდა პოლიტიკური მტერი იყოს, რაც უნდა სისულელებს ლაპარაკოს, რაც უნდა ჩელიაბინსკში გაღვიძებას ებრძოდეს ახლა ის და ვერ მიტანდეს მე როგორც პოლიტიკოსი, იმიტომ რომ მას გონია რომ მე ჩელიაბინსკში ვაღვიძებ, ამ სიგიჟეშია წასული. მაინც დაკავება ადამიანს არ მიხარია, მაგრამ არის სახელმწიფოებრივი რაღაც საკითხები, რისი გატარებაც ვერ ხდება. და რისი გატარებაც სახელმწიფოს ანგრევს. შენ გიდგება მოცემულობა ერთ დღეს, ასეთ მოცემულობა დგება რომ ამ ადამიანს თან ჩემი საქმე არის სამართალდამცავების საქმე და შენ რა შვები ამ დროს სახელმწიფო ზოგადად პოლიტიკოსი კი არა, სახელმწიფო როგორ მოქმედებს, პროკურატურა როგორ მოქმედებს, სასამართლო როგორ მოქმედებს, პოლიტიკოსი როგორ განცხადებას აკეთებ. ამ სასამართლოს და მას პროკურატურა შენ აქედან აწვევი უკაცრავად ამ გამოთქმისთვის რომ არ არის ახლა აუცილებელი შენ პოლიტიკურ ქულებს იწერ და ცოტა ჰუმანურად მოიქეცი. თუ ხარს უჭერ ამ გადაწყვეტილებებს, იმიტომ რომ სწორია სახელმწიფოებრივად. ჩვენ შეგვიძლია პოზა დავიჭიროთ ეხლა და ვთქვათ რომ ვაიმე რა ცუდია კაცო, იქნება რაღაცას ერთი ვთქვი, ოდნა ჰუმანურობისკენ გავიძიე, ვიტყვიან და ვთქვი რომ მე პირადად ვიქნები ის ადამიანი, ვის თავდებით ჩაუდგება მეთქი, თუ ასე და ასე რაღაც გამოსავლის ძიებაში ვიყავი და დაიწყეს ზოგი იმას შუამავლებს მიგზავნიდა აქ და ერთი ხელით და მეორე ხელით რაღაც დაცინვები რა ბულინგზია ლაპარაკი და რა დაცინვაზია ლაპარაკი. თუ ვიღაცებს მიგზავნი და შენი ჭირიმე იქნება დაგვეხმაროთ, დავარწმუნოთ სამართალდამცველები და პროკურატურა იმაშიო რომ ეს ადამიანი გადაუწყვეტ მეორე მხრიდან რაღაც შეურაცხყოფას რაღაც მაყენებ და თქვი მე ეს და მე გაჩერდნე და ამიტომ ვიღაცა შეიძლება სიმპათიური ადამიანი იყოს, ვიღაცა შეიძლება კარგი ან ცუდი მსახიობი იყოს, ვიღაცა შეიძლება ვიღაცას უყვარდეს, მაგრამ დანაშაული არ უნდა უდანაშაულო ადამიანზე ლაპარაკობ გავიწყდება მეუბნებიან და ბიჭო თუ არ იყო იქ სადაც გამოჩერეთ იქიდან ვიწყებ ისევე რომ ის არ დარჩეს ხოლმე ნაკლულ ფრაზად. თუ არ იყო ძალადობრივი აქციები, მაშინ უდანაშაულები არიან. პირველ მე თვითონ ვამბობ. თუ ეს ადამიანები ძალადობრივ აქციებში მონაწილეობასთან აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ, მაშინ ისინი სავარაუდო დანაშაულები არიან და უდანაშაულობაზე როგორ ლაპარაკობენ. ამიტომ ჩვენ უნდა დავარწმუნოთ და გავათვითცნობიეროთ საზოგადოება ბრალდების ხარე რას შეედავება ამ ადამიანს. ბრალდების ხარე არ ედავება მას რომ შენ ამა და ამ პოლიციას თავი გაუტეხი. ამაში რომ ედავებოდეს, იმ თავის გატეხვის დაზიანების ხარისხზე მიედავებოდა. ბრალდების ხარე მხოლოდ იმის გამო რომ კონკრეტული მტკიცებულებები რომელი დააზიანა შეუძლებელი გახდა მოპოვებულიყო, ედავება მას არა იმ კონკრეტულ დანაშაულში, არამედ სხვა დანაშაულში, რომ მათ მიიღეს აქტიური მონაწილეობა ძალადობრივ აქციებში. შესაბამისად, სახელმწიფო არის ადეკვატური ამის მიმართ. არავის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება განსხვავებით მათი ბოროტი წარმომადგენლებისა, მათი აგენტურისა, ყველაფრის ხარჯზე რომ მიდიოდნენ, არ გვინდა ერთიც უნდა ვიცოდეთ, სანამ ვინმე ესე ბინძურად და სპეკულაციურად შეადარებს რაღაც დღევანდელი აქციის წინააღმდეგ რაღაც დაშლას და იქ დარბევას, უნდა გავიაზროთ ერთი რაღაცა. მაგალითად 2012 წლამდე როდესაც ხდებოდა იქ დარბევა სიტყვა არის სწორი ამ შემთხვევაში. ასე ადამიანი რო იდგა არაფერს აშავებდა. იდგა უბრალოდ, მიდიოდნენ და თავებს უტეხავდნენ იმათ. და ეს იყო თავდასხმა შვიდობიან მომიტინგეზე. მაგრამ როდესაც მომიტინგეთა მხრიდან დაზიანდა 170 პოლიციელი, ცეცხლს ესროდნენ პირდაპირი გაგებით და ამაზე საპასუხო რეაქციები არის, ეს ორი რაღაცა როგორც კი ერთმანეთთან შეგიძლია შეადარო, შენ ხარ მორიგი ნაცი და მოქმედებს სუბიექტურ ინტერესებთან, მაგრამ მეორე მხარეს დგას, წეგან ვილაპარაკეთ, აღარ გავაგრძელებ ამას, აღარ გავაცდენ თქვენ დროს, დიდი ინტერესი. ეს დეტალებია. ვიღაცამ ფეხი მოიქნა, ვიღაცამ ხელი მოიქნა, სამწუხარო დეტალები ხშირ შემთხვევაში, ძალიან სამწუხარო დეტალები, თავარია ყველა ცოცხალია, ყველა კარგად არის და ასეც უნდა გავაგრძელოთ ღმერთმა არქნა სხვანაირად, მაგრამ ამ სამწუხარო დეტალებს ცოტა შორიდან ასევე წეგანდოლის არ იყოს თუ შევხედავთ, ნახავთ რომ აქ არის სახელმწიფოს და ჩვენი სამშობლოს გადარჩენის უპირატესი ინტერესი. აქ ამ გეოპოლიტიკურ ომებში არ უნდა დავიკარგოთ და ჩავიკარგოთ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ პირველი არის როგორ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, როგორ გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკა, როგორ გადავარჩინოთ კეთილდღეობის პერსპექტივა, ის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ვიღაცამ ამ თავის საბოტაჟით არ ჩამოგვიწიოს და ჩვენი თავი ჩვენ გვეკუთვნოდეს. ჩვენ გვეკუთვნოდეს ჩვენი თავი და საქართველოში უზრუნველყოთ რომ საქართველოსა და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მივიღოთ ქართველებმა
მისმა არჩეულმა ხელისუფლებამ და თუნდაც ვაიძულოთ ყველა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას სენ პატივი და ვეღარასდროს დაგვინიშნონ გარედან მმართველები. ეს არის მთავარი, ამას უზრუნველყოფთ, ამ გზაზე ვდგავართ, აქ არის ევროპული პერსპექტივაც, აქ არის ეკონომიკური პერსპექტივაც, აქ არის ქართული სიამაყეც, წარსულის გათვალისწინებით ღირსეულ მომავალზე სრულმაც და შესაბამისი გარანტიები. სამწუხაროდ დრო აღარ გვაძლევს საუბრის გაგრძელების შესაძლებლობას, გამომდინარეზე უმრავლესობის ლიდერი ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი იყო ჩვენ. ვაგრძელებთ პირდაპირ ეთერს, ახლა პირდაპირ ეთერში უნდა სტუდიაში უნდა დავპატიჟოთ ლუკა ეხვაია, საერთაშორისო პოლიტიკის კვლევის და პროგნოზირების ცენტრის უფროსი მეცნიერ-მკვლევარი. საუბრობთ USAID-ის ცნობილ სკანდალზე, რომელიც ახლა ამერიკაში